VDC საფულის update ნომერი 7. უკვე მე-7 თვეა რაც ჩვენ VDC საფულეს ვქმნით, /ვაშენებთ და ძალიან მაინტერესებს გავაკეთეთ მოგება, თუ წაგება, ასევე ძალიან მაინტერესებს რამდენი მოგება ან წაგება გავაკეთეთ და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ნახავთ ამ ვიდეოში. სიმართლე გითხრათ, არც მე არ ვიცი, რამხელა მოგება ან წაგება გავაკეთეთ, რა თქმა უნდა, ალბათ დიდი ალბათობით მოგება იქნება, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს ამ ბოლო თვეს დიდი ზრდები ვნახეთ ჩვენ კრიპტოზე, დიდი ზრდები ვნახეთ ჩვენ ვერცხლზე და ოქროზე, ამიტომ დიდი ალბათობით ზრდა გვექნება, მაგრამ ძალიან მაინტერესებს რამხელა ზრდა იქნება ეს. როგორც ყოველ თვეს, ეხლაც გავაკეთეთ 450 ევროიან ინვესტიციას. ვინც არ იცის რა არის VDC საფულე და აინტერესებს ესე ვთქვათ თავიდან თუ როგორ დავიწყოთ ამ ვიდეოს ამ ესე ვთქვათ საფულის აშენება, გადადით YouTube არხზე, ვაჭერის YouTube გვერდზე, შედით პლეილისტებში და დაკლიკეთ იმ პლეილისტს, სადაც აწერია 5,000 და 100,000 დოლარამდე. მოკლედ გადავიდეთ უკვე მეგობრებო საქმეზე, გავაკეთოთ ისე 450 ევროიანი ინვესტიცია და დავიწყოთ აქედან. რა თქმა უნდა, ჩვენ მქონდა გვერდზეც ქეში გადადებული, ანუ კიდევ ერთხელ ვინც არ იცის როგორ დავიწყეთ, გადადით პლეილისტებში და დაიწყეთ ახლიდან, რომ ესე ვთქვათ, თან მიმდევრულად მიყვეთ თუ რას ვაკეთებთ. ვიცით რომ გქონდა ქეში გვერდზე გადადებული, რასაც ვაგროვებდით იმ მიზნით, რომ როდესაც შანსი გამოჩნდებოდა ბაზარზე, გაგვიკეთებინა ინვესტიცია და ეს შანსი იქნებოდა თუ გვექნებოდა მაგალითად ძალიან დიდი კორექცია, სადმე ან კრიპტოზე, ან აქციებზე, ან კომოდიტიებზე და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ხედავთ რომ კორექციები არ არის და ბაზარი მიდის და მიდის წინ, ამიტომ მე არ მინდა რომ ეს ქეში უბრალოდ ესე ვთქვათ გვერდზე მედოს და არაფერი არ გავაკეთო. მე როგორც ინვესტორს მინდა რომ ჩემთვის ყველა ის ევრო რომელიც მე მეკუთვნის ან დოლარი ან ლარი და რომელიც მაქვს ჯიბეში, მინდა რომ ჩემთვის იმუშაოს და გამიკეთოს ფული, გამიკეთოს შემოსავალი. იმიტომ რომ ისინი მუშაობენ 24/7-ზე, ისინი არ წუწუნობენ, ის მათ არ უნდათ დასვენება, არ ითხოვენ უფლებებს და ასე შემდეგ. ამიტომ მინდა რომ ყველა დოლარმა, ყველა ევრომ, ყველა ლარმა რაც გამაჩნია მე, ჩემთვის იმუშაოს. ამიტომ გადავწყვიტე რომ ეს 500 ევროიანი ინვესტიცია, რაც ქონა ქეში გამეკეთებინა აი აქ, ანაბაში შემეტანა, სადაც ვიღებ რა თქმა უნდა სარგებელს და ყოველთვე დავამატებ ესე ვთქვათ 100 ევროს. რა თქმა უნდა, როცა მოხდება ის კორექცია იქნება თუ სადმე შანს თუ დავინახავ და გვენდომება ინვესტიციის გაკეთება, რა თქმა უნდა გამოვიყენებ მე ამ ქეშს, მაგრამ სანამ ამ ქეშს გამოვიყენებ, მინდა რომ მაქსიმალურად გავზარდო და მაქსიმალურად სარგებელი მივიღო. არ დაგვაუწყდეს მეგობრებო, რომ თუ შენ ამას აკეთებ შენ თვითონაც სახში, ყოველთვის გახსოვდეს, რომ შენ აუცილებლად გჭირდება ქეში იმისთვის, რომ 3-დან 6 თვემდე გაიტანო თავი იმ შემთხვევაში, თუ ესე ვთქვათ, შენ ცხოვრებაში მოხდა გაუთვალისწინებელი რაღაცები, მაგალითად, საერცხლის მანქანა გაგეფუჭდა, ან მანქანის გაკეთება დაგჭირდა, ან ასე შემდეგ, ან ყველა ზუსტ შემთხვევაში სამსახური დაკარგი. ხო, შენ თუ გაქვს თვიური 1000 ლარიანი ხარჯი, იქნება ეს ჰიპოთეკა, მანქანა, საჭმელი, სასმელი და ასე შემდეგ, გინდა რომ მინიმუმ 3,000-დან 6,000 ლარამდე გვერდზე გედოს ქეში, იმისთვის, რომ ეს თქო თუ რამე მოხდა 3-დან 6 თვემდე გაიტანო თავი. მოკლედ ამ ქეშის დანიშნულება ეს არის, აქვე კიდევ ერთხელ. მოკლედ აგიხსენით, მოკლედ ახლა ვგანახებთ ამ მონაწერებში რომ გადავიდეთ. ხედავთ აქ რომ 300 ლარი დაერიცხა, ანუ პლუს მინუს 100 ევროიანი ინვესტიცია. შევიდეთ ჩვენ ანაბაში და აი აქ ხედავთ რომ უკვე 12.20 ლარიანი სარგებელი დაგვერიცხა ერთ თვეში, რაც რა თქმა უნდა ძალიან კარგი არის და აქ ჩვენ ვაკეთებთ compound interest, ანუ კიდევ ერთხელ უყურეთ იმ ვიდეოს, იმიტომ რომ ჩემი აზრით ძალიან საინტერესო არის აქ ამოგიგდებთ ახლა წესით, შევეცდები რომ ეგ ვიდეო აქ დავლინკო ამ შემთხვევაში აი აქ. და ანუ რას ნიშნავს ეს compound ეფექტი და snowball ეფექტი? ანუ წარმოიდგინე რომ თოვლის გუნდს აკეთებ და თოვლში რომ ატრიალებ, რა თქმა უნდა ეს გუნდა იზრდება და იზრდება. და როგორ ვაკავშირებთ ამ მაგ snowball ეფექტს ფინანსებთან? მაგალითად რომ ავიღოთ ახლა $1,000-ზე, ავიღოთ მაგალითად 1000 ლარი, ხო 1000 ლარს თუ დაგერიცხა წლიური 10%, შენ დაგერიცხება მაგალითად $100, ხო? ანუ $1,000 $100 არის, $1,000 10% არის $100, ხო? თუ იმას $1 არ გამოიტანა დატოვებ ისე ანგარიშზე, მაგ შემთხვევაში მეორე წელს უკვე მიიღებ სარგებელს იმ $1,000-ზე, რომელიც ქონა დამატებით კიდევ იმ $100-ზე. ანუ ეგრე ყოველწლიურად შენი ესე ვთქვათ
დოვლათი იზრდება და ამას ქვია compound effect. ანუ შემდეგ თუ ეს მე არ დამერიცხება სარგებელი მხოლოდ და მხოლოდ ჩემ 1800 ლარზე, მაგრამ დამერიცხება 1800 ლარზე პლუს 12.20 ლარზე, რაც რა თქმა უნდა ძალიან კარგი არის და გზა და გზა ეს თანხა იზრდება და სარგებელიც რა თქმა უნდა იზრდება, რაც ჩვენს არის რა თქმა უნდა ძალიან კარგი. მოკლედ დავიმახსოვრთ ეს გვაქვს 1892 ლარი პლუს მინუს, რომელიც რო გადავიანგარიშოთ, ახლა არის ლარი ევროს კურსში 590 евро პლუს მინუს, ეს ჩავნიშნოთ, იმიტომ რომ დაგჭირდება ბოლოს რო გამოვიანგარიშოთ, რამხელა მოგებან წაგება გავაკეთეთ. ეს არის ჩვენი ქეში. გადავიდეთ ვერცხლზე, ანუ ვერცხლმა რა თქმა უნდა იდეალური ზრდები გვანახა, ვერცხლმა დაუქრომ, ამას ცალკე ვიდეოს გავაკეთებ. და ეს არ გვინდა, მოკლედ ვიყიდოთ ჩვენი ვერცხლი. ანუ აქ ვხედავთ რომ გვაქვს უკვე 2985 ევროიანი, ესე ვთქვათ, ვერცხლი, ანუ ჩვენი საფულე არის 2985 ევროს ღირებულების. გვაქვს 2.271 გრამი ვერცხლი, ანუ 2 კილო და 270 გრამი და დავამატებთ ახლა კიდე $151. მოკლედ ჩვენ ამ აკაუნტზე გვაქვს უკვე 2985 ევროს და დავამატოთ 150 евро, რომელიც ჩვენ ახლა ჩავირცხეთ და რა თქმა უნდა 150 ევროთითაც ვიყიდით ჩვენ ვერცხლს. ჩვენ გინდა ყიდვა, ჩვენ გვინდა ვერცხლი, ჩვენ გვინდა რომ ზურიხში შეგვინახონ, მარკეტ ორდერით ვიყიდოთ და გვინდა 150 ევროსი. ორდერი ვერ შევწვრენ და გავგზავნეთ ორდერი. ხედავთ რომ ჩვენ მოგვივა პლუს მინუს 109 გრამი. საინტერესო არის ის მეგობრებო, რომ აქ თუ შევხედავთ ჩვენი ამ ნაწერებიდან, ანუ ხედავთ რომ ყოველ თვე, ანუ ერთი და იგივე ღირებულების ვერცხლს ვყიდულობთ ყოველ თვე 150 ევროსი, მაგრამ ანუ ნახეთ რამდენით შეიცვალა, რომ ავიღოთ ეხლა ვართ მე-10 თვეში და აქ ვიყავით, ანუ 5 თვის წინ. წარმოედგინეთ რომ ყოველ თვე უფრო ნაკლები და ნაკლები, ესე ვთქვათ, გრამი მოგდის იგივე თანხით, რაც 5 თვის წინ მაგალითად, რაც რა თქმა უნდა მიანიშნებს იმაზე, რომ ძალიან დიდი ზრდები გავაკეთეთ. აი აქ ეს რომ შევაჯავროთ 1/3-ით ნაკლები მოგდის, ანუ $40 ევროთ ნაკლები თითქმის 50 გრამი თუ კაცრავთ. ეს რაც შეეხება ჩვენ ვერცხლს, გადავიდეთ ახლა მეგობრებო კრიპტოზე. კრიპტოზეც ხედავთ რომ აქ გვაქვს ორდერები, ყიდვის ორდერები, ანუ ახლა დავამატე 200 евро რა თქმა უნდა ამ აკაუნტზე. სუმთლიანად ევროში გვაქვს 1137 евро, რომელშიც ეს თქვა 930 евро არის უკვე ორდერები, გვაქვს ორდერები დაყენებული თუ ბაზარი გაუფასურდება, ორდერები რო შეგვისვოს ქვემოთ, რომელიც არ ხდება, ბაზარი მიდის და მიდის წინ. და დავამატე კიდე 200 евро, რომელთაც ახლა რა თქმა უნდა ვიყიდეთ ბიტკოინს და ეთერიუმს. ვიყიდოთ ახლა ბიტკოინი, ვიყიდულობთ market orders და ვიყიდულობთ 100 ევროს. კოპ მარკეტი. კი ბატონო. ოკეი. დავამატეთ და ახლა გვინდა ეთერიუმიც დავამატოთ. ეთერიუმიც დავამატოთ 100 ევროსი. უპს. 100 ევროს ეთერიუმიც დავამატოთ. და всё, ეთერიუმიც ვიყიდეთ. ანუ ბიტკოინი და ეთერიუმი ვიყიდეთ, გადავიდეთ. orders 100 ევროს. ბიტკოინი 100 ევროს, ეთერიუმი იდეალურია და სულ მთლიანობაში ჩვენ გვაქვს აქ ახლა 7451 евро. 7451 евро. მთლიანად აკაუნტზე და ანუ მოგება გვაქვს 2852 евро, ანუ სუფთა წმინდა მოგება ჩვენ ინვესტიციაზე, რაც რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი და ძალიან მაგარი შედეგი. გადავიდეთ ახლა მეგობრებო ჩვენ იმაზე Excel-ზე და გასპოილერებთ და გეტყვით რომ ეს შეიძლება იყოს ჩვენი ბოლო აპდეიტი Excel-ზე, იმიტომ რომ ძალიან მალე უკვე გექნება ჩვენი software-ი, ანუ როგორ დავარქვა არ ვიცი, საიტზე იქნება ჩაშენებული ესეთი page-ი, სადაც ამ ყველაფერსაც ჩვენ ვაკეთებთ, მაგრამ უფრო ვრცლად, რომ გქონდეს უფრო მეტი data, თუ სად აკეთებ ფულს, სად კარგავ ფულს და შემდეგ გვექნება ვაჭარის საიტზე. მაგრამ წესით ამ თვის ბოლომდე უკვე ყველაფერი მზად უნდა იყოს და მომავალი თვიდან
ანუ ამ თვეს ახლა უკვე მალე მომავალ ეს უკვე მზად უნდა იყოს. შემდეგ ამას ჩაუშვებთ საიტზე, გაიტესტება, მე თვითონაც გავტესტავ და მე რა თქმა უნდა თქვენც გაგიზიარებთ. მოკლედ ეს იყო ჩვენი წინა თვეს ჰქონდა 20.38%-იანი ზრდა. და მოდი ახლა ვნახოთ რამხელა ზრდა გვაქვს ჩვენ წინა თვესთან შედარებით. ავიღოთ ახლა კალკულატორი, 590 евро გვაქვს ქეშად, დავუმატოთ 2985 евро ვერცხლზე, კიდე პლუს ამას დავუმატოთ ის 50 евро, რომელიც ინვესტიციას გავაკეთეთ ვერცხლზე და დავუმატოთ 7450 $, 51 არის უკაცრავად კრიპტოდან. გამოდის რომ ჩვენ უკვე გვაქვს 11.166 евро, რომელიც არის წინა თვესთან შედარებით 12%-იანი ზრდა. და დამეთანხმებით მეგობრებო, რომ ეს არის crazy. ანუ მართლა სიგიჟე არის, ანუ თვიდან თვემდე 1 2 3 4 5 6 თვე ზედიზედ წარმოიდგინეთ რომ ვაკეთებთ მოგებას. ანუ ჩვენი საფულე თვიდან თვემდე იზრდება. რა თქმა უნდა, როცა გქონდა პატარა საფულე, 450 რო ამატებდით, თითქმის ესე ვთქვათ 10% არის. ესე ვთქვათ, ამას 450 რო ამატებ, ხო, მაგრამ რაც უფრო და უფრო იზრდება ჩვენი საფულე, მით უფრო და უფრო ესე ვთქვათ, პატარავდება ის პროცენტულობა, რამოდესაც ყოველთვიურად ვამატებთ. ნუ ეს არის თუ როგორც იზრდება ჩვენი საფულე, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა ვიცოდეთ თუ რამდენი მოგება გავაკეთეთ, ანუ სუფთა მოგება რამდენი გავაკეთეთ ჩვენ ინვესტიციაზე. იმიტომ რომ ეს არის ის საფულის ღირებულება, რომელსაც ჩვენ ყოველთვე ტრეკინგს ვუკეთებთ ყოველთვე, ან ჩვენი საფული უბრალოდ გაიზარდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ 10000 რო დავამატოთ, კიდე ჩვენი საფული ისევ გაიზრდება 100%, მაგრამ ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ინვესტიციაზე, ანუ შენ გაკეთებულ ინვესტიციაზე, რომელიც ჩადე შენი ჯებიდან, იმაზე რამხელა მოგება გაქვს გაკეთებული. და ნუ ახლა რომ ავიღოთ 7250, დავუმატოთ ის 450, რომელიც ამ თვეს გავაკეთეთ ინვესტიცია, გამოდის რომ სულ ჯამში ჩვენ 7700 евро გვაქვს გაკეთებული ინვესტიცია. და ახლა ჩვენი საფულის ღირებულება არის 11176 евро და გამოდის რომ ჩვენ უკვე გვაქვს ჩვენ საფულეზე 31.1% სუფთა წმინდა მოგება და დამეთანხმებით მეგობრებო, გადმოვალისევ აქ, დამეთანხმებით რომ ეს არის idеალური შედეგი. 7 თვეში რომ შენ აკეთებ 30%-იან მოგებას, არის ძალიან მაგარი, რა თქმა უნდა, ახლა შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ შენ გაგიმართლა შენი შენეს, მაგრამ უდიდესი სისულელე იქნება ეს, რატო იქნება უდიდესი სისულელე? იმიტომ რომ სპეციალურად ავირჩი all-time high-ები იმისთვის რომ დამეწყო მე ეს სერია, ვედეცია საფულის სერია. რა თქმა უნდა, არ იყო კორექციები ჯერ, დავიწყეთ ძალიან მაღალ ნიშნულებზე, ბიტკოინიც და ეთერიუმიც იყო ძალიან მაღალ ნიშნულებზე. ვერცხლიც არ იყო ისე რომ ვაუ და კორექციებზე ვყიდულობდით, არა, ვერცხლიც ძალიან მაღალ ნიშნულზე იყო მაგ დროისთვის, ანუ რეზისტენცია იყო, სადაც არ ყიდულობ ხოლმე წესით ვერცხლს და სპეციალურადაც ავირჩიე ეს მომენტი, რომ დამენახებინა თქვენთვის, რომ თუ უდგები სწორად ამ ყველაფერს, ანუ ეს არ არის hardcore trading. ეს არის ინვესტიციები, ოღონდ გააზრებულად ინვესტიციების გაკეთება. გეგმის შექმნა და ამ გეგმაზე მიყოლება. და ხედავთ ამ სერიებში თუ როგორ ვაკეთებ ჩემ გეგმას, როგორ მივყვები ჩემ გეგმას და როგორ ავარ მზად ყველაფრისთვის. მზად ვარ იმისთვის, რომ კორექციები რომ მოხდეს, რა უნდა გავაკეთო, მზად ვარ იმისთვის, რომ ბაზარი თუ გაიზრდება, რა უნდა გავაკეთო, ხომ? პირიქით, ვინც იტყვის, რომ აი გაგიმართლა, იმიტომ რომ ბაზრები წავიდა მაღლა, პირიქით გეტყვით იმას, რომ პირიქით არ გაგვიმართლა, პირიქით მე უფრო გახარებული ვიქნებოდი, რომ უფრო დიდი კორექციები გაკეთებული იყო, რატომ? იმიტომ რომ ანუ ეხლა არ უნდა უყუროთ იმას, რომ ყოველთვე გვინდა მოგება გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, ეხლა ყოველ თვე ჩვენ ვაკეთებთ მოგებას, ხედავთ Excel-ზე და ვიდეოებზე, ანუ უბრალოდ ეს ლაპარაკი და ბლეფი არ არის, ხო? მე ყოველთვის მიყვარს რაღაცას რომ ამბობ, ამის დამტკიცება ციფრებით. იმიტომ რომ უბრალოდ სიტყვაზე მენდე და ის და ეს საქმე შეგეთი რაღაც არ ხდება. ჩვენ არ ვართ არც ნათესავები, არც მეგობრები, რომ ერთმანეთს დაუჯეროთ და ეგრეც რომ იყოს, ყოველთვის აუცილებელი არის რომ ფაქტების წინ დადგე და ციფრებით იყოს შენი ლაპარაკი დამტკიცებული. ხო, არ მიყვარს ხოლმე ვიღაცა რაღაცას ლაპარაკობს და თავისი ქმედებებით არ შეუძლია ამ ყველაფრის დამტკიცება, ხო?
და ამ ყველაფერს განახებ და რა თქმა უნდა ახლა ვხედავთ რომ ყოველთვე ვართ მწვანეში, ყოველთვე მივდივართ წინ, გარდა ერთი თვისა, პირველი თვე, აი უცბად გადავიდეთ. ეს პირველი თვე, მაგრამ ეს თვეც იყო, იმიტომ რომ თქვენთვის მე გავაკეთე, ანუ კიდევ ერთხელ უყურეთ ვიდეოებს თავიდან. გავაკეთე ინვესტიციები ისეთ გიჟულ რაღაცებში, რასაც თქვენ გიჯეროდათ და მე გეუბნებოდით, რომ ეს რაღაც არ არსებობს, როგორც არის copy trading-ი, რომელიც აღარ გვესმის, თავიდან იყო ძალიან ესეთი იმაში, რომ აი copy trading-ი და ყველა ფულს აკეთებს, როცა მე ვამბობდი, რომ თუ ყველა ფული გააკეთა, ანუ ბაზარზე როგორ უნდა კეთდებოდეს ფული, ხო, ანუ აი ყოველდღე ეს სისულელე copy trading-ში გავაკეთეთ ინვესტიცია და bot-ში გავაკეთეთ ინვესტიცია, ანუ უდიდესი სისულელე იყო პატარა კორექციაზევე 5 წუთში დავუკარგე მთლიანი თანხა, რაც ინვესტიცია გავაკეთეთ. მაგიტომ იყო ეს წითელი პირველ თვეს, თორემ მაგ შემთხვევაშიც გვექნებოდა აი ეს წითელი, თორემ მაგ შემთხვევაშიც გვექნებოდა სავარაუდოდ მოგება, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ეხლა გაგვიმართლა და ყველაფერი მწვანეში არის ყოველთვიურად, მაგრამ ანუ ეს არ იყო ჩვენი მიზანი. მაგრამ ჩვენი სტრატეგია ესე ერგება ამ ბაზარს, რომ მაქსიმალურ მოგებას ვიღებთ, ხო? და რატო ამბობ, რომ არ გაგვიმართლა პირიქით, რომ ყოფილიყო უფრო დიდი კორექცია, წარმოედგინეთ, რომ ჩვენ უფრო იგივე ინვესტიციით, რასაც ახლა ვაკეთებთ, უფრო მეტი ასეთი გვექნებოდა. ეხლა სიტყვაზე ავიღოთ, მაგალითად, თუ გვაქვს გაკეთებული 3000 ევროიანი ინვესტიცია ვერცხლში და გვაქვს 2 მაგალითად 500 გრამი, 2 კილო ნახევარი ვერცხლი, მაგ შემთხვევაში შეიძლება თუ კორექციაზე წავიდო და მაგ შემთხვევაში შეიძლება ჩვენ იგივე თანხის ინვესტიციით გვქონოდა 4 კილო, 3 კილო და ასე შემდეგ და გზა დროთა განმავლობაში რო გაიზრდებოდა, უფრო დიდი მოგება დაგვიფიქსირებინა, ხო? ასევე გეტყვით იმას, რომ ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს ქეშის დიდი პოზიციაც, ხო? ანუ ამ 1176 ევროდან პლუს მინუს 10%-ზე მეტი, შეიძლება ითქვას 15%-იც გვაქვს ქეში. ანუ ეს ქეში ჯერ არ არის გამოყენებული, ხო? ასევე ქეშს რო ვაგროვებდით გვერდზე, კორექცია რო ყოფილიყო, იმ ქეშსაც დავამატებდით, ხო? კიდე კორექცია რო ყოფილიყო კრიპტოზეც, შეგვევსებოდა ის ორდერები, ხო? და ეხლა ამ ჩვენი საფულის, მთლიანი საფულის, ანუ ამ 11176 ევროს 15% პლუს მინუს გვაქვს ქეშად, იმიტომ რომ კრიპტოზე გვაქვს თითქმის 1000 евро, რომლის ორდერებიც უნდა შეივსოს, მაგრამ აღარ მგონია რომ შეივსოს, იმიტომ რომ ბაზარი წინ მიდის, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, შეიძლება მოხდეს დიდი კორექცია. ამიტომ ამისთვისაც ვსათავართ და ესე ვთქვათ, ქეშიც აქვს გვერდზე გადადებული 587 евро, თუ 80 რამდენი იყო, 590 евро. და იქ ფული ჩვენთვის არ მუშაობს ისე როგორც მაგალითად შეიძლება ემუშავა თუ კორექციები წავიდოდა, ხო? ამიტომ ის რომ აი ვიღაცას გაუმართლა და ბაზრები წავიდა წინ და რაღაცა, ეს არის უდიდესი სისულელე. მით უმეტეს, როცა ყველა ამ ეს სერია დავიწყე all time high-ზე და რა თქმა უნდა ეს სერია არ არის 1 თვით, 2 თვით, 3 თვით, 4 თვით და 5 თვის. 5 თვით. რა თქმა უნდა გზადაგზა ჩვენი საფულე გაიზრდება, ეხლა გვაქვს მაგალითად $11,000, სავარაუდოდ 30-დან 50-მდე რო იქნება პლუს მინუს, მაგ შემთხვევაში უკვე დავამატებთ სხვა ასეტებსაც, ასეტები როგორც არის მაგალითად უძრავი ქონება, რომელიც არის მაგალითად აქციები და ანუ ამ ყველაფერსაც განახებთ, რა თქმა უნდა, ანუ განახებთ საფულე როგორ უნდა აშენო და საფულე ესე ვთქვათ, შენ დოვლათი როგორ უნდა გაზარდო, ხო? და ეს ანუ იმედია ხვდებით და იაზრებთ, რომ ეს არ არის ვიღაცა ბიტკოინზე გაგიჟებული ადამიანის რაღაც სულელური ხედვები, რომ ბიტკოინი გავგონდიდრებს, ბიტკოინი იმასიას, ბიტკოინი სამასიას. არა, ეს არის ჩვეულებრივი, ჩემი ჩამოყალიბებული საინვესტიციო სტრატეგია, ეს არის ყველანაირად გააზრებული, ყველანაირად დაცული ინვესტიციებში დავიმახსოვროთ, რომ დაცული არანაირად არ ხარ, მაგრამ მე ვარ ყველანაირი სცენარისთვის მზად. ეხლა რა თქმა უნდა ვაკეთებთ ინვესტიციას ისე თუ სარისკო ასეტებში, როგორც არის კრიპტო. იმიტომ რომ გვაქვს პატარა პორტფოლიო და გვინდა რომ რაც შეიძლება მალე გავზარდოთ, ხო? მაგრამ რაც უფრო და უფრო მალე გაიზრდება, შენ თუ გაქვს 100,000 ევროიანი ინვესტიცია და ეს ყველაფერი არის კრიპტოში, ან თუნდაც ავიღოთ 30%-ზე მეტი თუ არის კრიპტოში, შენ ხარ ძალიან დიდ რისკში. ანუ კრიპტო თუ წავიდა ცუდად, წარმოიდგინე რომ შენი მთლიანი დოვლათი ეცემა ძალიან დიდი პროცენტულობით, ხო? და შენ ზუსტად ამისგან გინდა დაიცვა თავი. ნუ მოკლედ ძალიან ბევრი ვარ გავაგრძელო, ძალიან მიყვარს ხოლმე ამ თემებზე საუბარი, ინვესტიციაზე და ტრეიდინგზე, მაგრამ ამით შემოვიფარგლოთ ამ ვიდეოში, თავი რომ არ მოგაწყინოთ. მოკლედ ეს იქნება სავარაუდოდ ბოლო აპდეიტი Excel-ში, შემდეგ გადავალთ ჩვენ ცალკე იმაზე რა ქვია, software-ზე, ვაჭარი software-ზე, რომელიც რა თქმა უნდა ყველასთვის იქნება ისევ და ისევ უფასოდ.
ყველაფერი რო გაიტესტება, რა თქმა უნდა, ამაზეც ცალკე ვიდეოს გავაკეთებ და თუ მოგეწონათ ვიდეო და თუ არ გინდათ რომ გამოგრჩეთ შემდეგი აპდეიტები, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარის ღილაკი.